არა ვარ სოხუმიდან ბევრი ნივთი არ წამომიღია, ისე მოხდა რომ ფაქტურად ხელსარელი გამოვედით, მაგრამ დედა-დედაჩემი როცა ბოლო გემით გამოვდიოდით, აი ეს გულსაბნები, რომელიც მთელი ცხოვრება ატარებდა და მამაჩემ აჩუქა. ეს ერთადერთი ეტყობა განსაკუთრებით უყვარდა დედაჩემს და ეხლა ხვდები რომ ალბათ იმიტომ ატარებდა ამას განსაკუთრებულად და მხოლოდ ეს ნივთი შემჭა და აი ეს რომელიც მოვბოდი ფეხშიშველად თითქმის უკრაინის გემი სადაც იყო მომდგარი და უნდა სამშამჯავი ყავი. აი რატომღაც ხელი ვკარი და აი ხელში შემხვდა და ეს წამოვიღე და ეს დღეს აი ეს ვინახავ ამას როგორც განსაკუთრებულ ნივთს. სადაც კი მივდივარ თუნდაც ტელევიზიებში რომ ეძახიან ან სადმე განსაკუთრებულად სადაც არ უნდა წავიდე ან სხვა ქალაქიდან ქალაქში ან სოფელში წავიდე ეს ნივთი თან დამაქვს. აი ყოველთვის ასე მგონია რომ დედაჩემი თან დამყვება და რატომღაც მგონია მისი სახე ყოველთვის თვალწინ მიდგას და რაღაცა დარიგებები, რჩევები თუ რაღაცა რასაც ვაკეთებ, ასე მგონია გულს უხარებ და ასე მგონია ის იქიდან ფარველობს. მე დღეს რამეს წარმოვადგენ, ალბათ დედაჩემის დამსახურება უფრო მეტად. იყო მასწავლებელი, ფილოლოგი იყო, ასევე წერდა ლექსებს, სოხუმის დაცემის შემდეგ რასაც წამოვიწყე, რასაც ახლა ვაკეთებ დღემდე, წერ თუ სიმღერებს წერ თუ მოთხრობებს თუ ლექსებს, ყველაფერი დედაჩემის დამსახურება და მე მგონი მაინც ვივაღწე იმ მიზანს და მიზნის მიღწევა კიდე ბოლომდე ალბათ ის იქნება, რომ მე ყოველთვის მჯერა და ყოველთვის ქადაგებო, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ეს გულსაბნები აუცილებლად დაბრუნდება. ჩემი შვილი მჯერა, ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რა თქმა უნდა, ჩემს არ მოსწრები არ დედას, არც მამას. და დარწმუნებული ვარ, რომ იქ სოხუმში ყველანი ერთად შევხვდებით ერთი სიტყვას გასვლით და ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე, ვინც ვერ დაბრუნდნენ აფხაზეთში. ნებისმიერი ნივთი წამოღებული სოხუმიდან, რა თქმა უნდა, გახსენებს ყველაფერს, თუნდაც თუნდაც შენ სკოლას, შენს ქუჩას, თუნდაც ზღვის ჰავას, თუნდაც იქ თოლიები სულ სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი პალმები იყო, სულ სხვანაირი ქვიშაზე მოდუღებული ყავა იყო ცნობილი, სულ სხვანაირი გემოქონდა იქაურ ნაყინი, სულ სხვანაირი იყო ასევე ზღვის ხედი. აი მაშინ იყო უკვე სოხუმი ერთ-ერთი ევროპული ქალაქი, რომელიც მასპინძლობდა არა მარტო ქართველებს, საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ, უცხოელებსაც სტუმრობდა, პატიმოყვარე ქალაქი იყო, სიყვარულის, ერთგულების ქალაქი იყო, ადამიანების ურთიერთობის ქალაქი იყო, რომელსაც ნატრობდა მინდა რომ ისევ ისეთი ურთიერთობა იყოს. ასევე შემორჩენილი მაქვს ის წერილები, რომელსაც დედაჩემი, ჩემი ძმა და მამაჩემი იგზავნიდნენ, მე როცა თბილისში სწავლობდა სტუდენტი ვიყავი. აი იმ პერიოდში ჩემებს არ დაუტოვებია სახგარი, მამაჩემს სამსახური არ დაუტოვებია. მაშინ რესპუბლიკურ სამთავროში მუშაობდა, ეხმარებოდა იქ ქართველებს, მთავარი ექიმი იყო. ჯერ აფხაზი იყო, ანუა წავიდა და მამაჩემი იყო იქ უკვე ომის პერიოდში. და იქიდან მიგზავნიდნენ წერილებს, დამრიგებლურს და აგერ დედაჩემი წერდა ეტყობა ჩემი სახლის დაკარგულ ნივთებს, ჩემი ძმა დამრიგებლურ წერილებს მიგზავნიდა და დღესაც გაცვეთილია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ხათ შენახული მაქვს ეს ნივთები. ამით ვარსებობ და ამით სულთმულობ და ვოცნებობ, რომ აფხაზეთში დაბრუნდე. ვაცდილობ რომ რაც შემიძლია ყველა პატარა სიკეთე ვაკეთო და ამ ქვეყნად სიკეთეზე მეტი არაფერი არ ხდება და აუცილებელია ყველა ერთმანეთს უთხრათ რომ როგორ გვიყვარს, როგორ ვაფასებთ, რომ რა კარგ საქმეს აკეთებს, რომ ყველას ეძლევა ამაში უფრო მეტი мотиваცია და უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებს ყველა. დარწმუნებული ვარ.